მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა კვირის პროგნოზე. რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდან ვაკეთებთ სიგნიფიკაციას, ვისთვის იქნება ეს გაშლა. და მე როგორც ყოველთვის სამივე სფეროს განვიხილავთ ჩვენ, ანუ კარიერა, სამსახური, ბიზნესი, ის რა აქვს და ფინანსები და ურთიერთობა. ნახოთ აბა ეხლა რა ენერგიებში ხართ, ვისთვის იქნება ეს გაშლა, ვისთვის იქნება ეს გაშლა, ნახოთ. Так, შემდეგ ვნახოთ რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. რა ენერგიებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ან მოვლენები ვნახოთ, ხო? დამოვიდა ორი რაღაცა მნიშვნელოვანი მოდის, ხო? შენს გინდა, გაიყავე. ნახოთ. რაღაცა უნდა გვითხრა მნიშვნელოვანი. პირველი, აბა ნახოთ. აქეთ მოდით კარიერა. სამსახური. მომდევნო კვირის, აბა გვაჩვენეთ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. Так, შემდეგი ფინანსები. აბა რას გვეტყვიან ფინანსები. მიხარია, რომ ვინც ნახა ვიდეო ფინანსებზე, მოგეწონათ ეს იდეა და კვირაში ერთხელ ვეცდები, რომ ჩაგიწეროთ ხოლმე ამ თემაზე ინფორმაციას, რამე გაშლას გავაკეთებთ. აუცილებლად. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ ურთიერთობა. აქ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? ამაზე მან არა დაგვეხმარება. Всё. დავიწყოთ ახლა ჩვენ. ესე იგი, ვისთვის არის ეს დღევანდელი სიტუაცია. Ну, აქ ნახეთ რა ხდება. პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ვიღაცამ ეხლა სურვილი აისრულა იმაში, რასაც დიდი ხანი ელოდებოდა. ანუ ძალიან დიდი სიხარული მიიღეთ. ეს შეიძლება, აქ არის როგორ იცით, როგორ დიდი ხანი ველოდებოდეთ, დიდი ხანი მინდოდა, ეს შეიძლება ეხებოდეს თქვათ აი რამე სურვილი, რამე ოცნება შეიძლება თქვენ აასრულეთ, რომელიც აი დიდი ხანი ფიქრობდით. პლუს კიდე შეგიძლიათ თქვა, რომ აი რაღაცა ფინანსური მდგომარეობა შეიძლება თქვენია გაუმჯობეს და რასაც თქვენ ელოდებოდეთ. ანუ აქ არის როგორი მომენტი, იცით? ადამიანი ეხლა არის ისეთ ეიფორიაში, იმიტომ რომ რასაც დიდი ხანი ან უნდა გაეკეთებია და დაუშვათ, როგორი მომენტია ეს, იცით? აქ ეხლა ვერ გეტყვით, რომ თქვენ ვერაფერს ვერ აკეთებდეთ მაგისთვის. არა, უბრალოდ ეს შეიძლება დიდი ხანი გრძელდებოდა, მაგრამ მოხდა. შეიძლება დაუშვათ, რამის სწავლა დაიწყეთ, ხო? რაზეც ოცნებობდით, შეიძლება დაუშვათ საზღვარგარეთ გინდოდათ წასვლა დაუშვათ და წახვედით, მოგიცეთ თქვენ ეს საშუალება. შეიძლება დაუშვათ ახლა ონლაინ გახვედით და ონლაინ დაიწყეთ მუშაობა. იმიტომ რომ ახლა ეს 21 ენერგია საერთოდ ეს არის, ანუ მე მივიღე ის, რაც მე მინდოდა. ერთ-ერთი მაგის ასეთი მნიშვნელობა და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე მაგას ველოდები. შემიძლია ვთქვა, რადგან საჯარო გაშლა, რომ ვიღაცა ელოდება იმას, როდის ასრულდება მისი დიდი ოცნება. ანუ გლობალური რაღაცა, აქ არ არის ლაპარაკი რაღაც აი უმნიშვნელო რამეზე. აქ, იმიტომ რომ ეს არის მასშტაბური ენერგია 21, ანუ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა ველოდები, რომ უნდა ამისრულდეს.
ეს ეხა ყველას თავისი გლობალურობაც ყველას ეხა თავისი რა აქვს ეს გლობალურობაც რა თქმა უნდა და ну, პრინციპში რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს ველოდები. კიდე შეიძლება დაუშვოთ თქვენ ველოდები დიდ თანხას. დაუშვოთ ან ну, ეს შეიძლება მაჩვენოს არა მარტო საზღვარგარეთ, თქვათ ახლა კარც თქვენ ანგარიშზე უნდა მოვიდეს რაღაცა დიდი თანხა და თქვენ მაგის მოლოდინში ხართ, იმიტომ რომ ეს თანხა რაღაცა ანუ ძალიან გაგეხარდებათ და მოგცემთ ძალიან რაღაცა საშუალებას, რომ რამე თქვათ თუნდაც იყიდოთ ეს გლობალური სიტყვაზე თუნდაც რა. აი ეგეთი სიტუაცია. ნუ ზოგი შეიძლება თქვათ ელოდება მოგზაურობას ელემენტარული, რომელსაც აი ველოდები, რომ თქვათ ვაგროვებ ფულს იმისთვის, რომ ეს მოხდეს დაუშვოთ, ხო? ან გეუბნებით თანხებს რაღაცებს ელოდებით შეიძლება რო კარტაზე უნდა თქვათ ხელფასს შეიძლება ელოდებით, რომ თქვათ პრემიას ელოდებით, ან რამე გრანტს ელოდებით, ну რაღაც ეგეთი, მაგრამ თუ ეს ცოტა უფრო მოლოდინის არის რა, ანუ მე რაღაცას ვაკეთებდე, ეხლა შედეგს ველოდები. მივხვდით ხო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი რაღაცა. ну, ვნახოთ აქ რა ხარ, ბევრი კარტი გამოვიდა, რა იქნება. так, ეს ცოტა აქეთ. რა ადგილი იყოს. ну, შეხედეთ ახლა პრინციპში. так, ესე მქონდა. так, ნახოთ, აბა, ნახოთ. ну, პრინციპში რა შემიძლია გითხრათ. აი ამ კვირაში უეჭველეთ თქვენ ის რომ რასაც ელოდებოდით, იმიტომ რომ აქაც ნახათ ახლა ცხრიანი რაღაცას მე უკვე აი ვაკეთებდი, იმიტომ რომ საერთოდ ახლა გვერდხები, რა თქმა უნდა, ეს არის ქმედება, მე ვაკეთებდი რაღაცას და ეხლა უნდა მიიღო დიდი სიხარული. ნამდვილად უნდა მიიღო დიდი სიხარული, რაღაცა შანსები მოგეცემათ, თუ დაუშვათ თქვენ, აქ ელოდებოდეთ, ну, აკეთებდეთ რამეს, თქვათ, პროექტს დაუშვათ, ხო? ну, პროექტის სახით შეიძლება იყოს ნებისმიერი სიტუაცია, ხო? მე არ ვიძახე, რომ თქვათ რაღაცა კი, ზოგისთვის აი პირდაპირ გაგებით არის ეს პროექტი, ზოგისთვის შეიძლება ახალი სამსახურიც ახლა პროექტია დაუშვოთ ხო მისე, ან გადასვლა დაუშვოთ სხვა ოფისში გადავდევარ, ან სხვა სამსახურში გადავდევარ, ან რაღაცას ველოდები თქვათ მომატებას, ხო? აქ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ აქ ახლა რა არის, კი არის თასების ტულზი, მაგრამ მთავარი არის აქ პენტაკლების მასი. პენტაკლების მასი უფრო გვეუბნება ჩვენ რაღაც აი ფინანსები, უფრო სამსახური, აი ესეთი რამე არის და ამიტომ ახლა აქ ახლა ურთიერთობას იმდენად ვერ ვეხები რა. აქაც უფრო მაჩვენებენ იმიტომ რომ შეიძლება თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანი არის სხვა რამ დაუშვათ. ახლა მე არ ვიზახე რომ ურთიერთობა არ გაინტერესებს, მაგრამ ну აი სხვა რაღაც არის. პლუს კიდე აქ შეიძლება თქვენ ძალიან გაგეხარდებათ, აი დაუშვათ თქვენ ბევრ დროს, ბევრ ენერგიას დებდით თქვენს შვილებში დაუშვათ, ხო? ფინანსებს დებდით, ხო? აი აქ რაღაცა გაგეხარდებათ, რაღაცა ისეთი წამოვა შვილებისგან, ინფორმაცია შეიძლება ხო მოგივათ, ანუ რაღაცა სიხარული მოგივათ რა, ანუ იმაზე რომ რასაც მე ვთქვათ ახლა ჩემ ну სიტყვაზე ასწავლიდეთ შვილს, ან გრანტს თქვათ ელოდებით თუნდაც შვილისთვის, ხო? რო თქვათ იმან გააგრძელოს სწავლა, აი აქ აუცილებლად იქნება ძალიან დიდი სიხარული ბავშვი გაგახარებთ თქვენ. აქ და კიდე რა მომდეს, იცით რა შეიძლება თუ აი ბავშვთან რო დავბრუნდეთ, შეიძლება თქვენ ელოდებოდეთ აი დაუშვათ სამსახურში გავიდა პირველად, ხო? ან შეიძლება საზღვარგარეთაც წავიდა, სასწავლებლად შეიძლება სამუშაოდ, ხო? აი რაღაცა მისი პირველი შედეგი ძალიან გაგეხარდება თქვენ. პლუს კიდე ვინც ელოდება სიტყვაზე აქ ნაკაც თქვათ, ახლა კლიენტების, ხო, ვინც მუშაობს სადა კლიენტებთან, აქაც შემიძლია გითხრათ, რომ აი თქვენი მოლოდინი, რაღაცა შედეგი, ნახეთ, აქ ადამიანი შრომობდა, აქ არ იყო ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებდა, იჯდა თავისთვის და უცბად რაღაცა მოუვარ. არა.
აქ ადამიანი აკეთებდა, იმიტომ რომ ეს მოლოდინიც არ ნიშნავს აი აქ იმას, რომ მე ვზივარ და ველოდები და არაფერს არ ვაკეთებ, просто ველოდები, რომ ღმერთი როდეს გამომიგზავნეს ამ ბედნიერებას. არა. აქ ადამიანი უშუალოდ რაღაცას აკეთებდა. ამიტომ ეს ნახეთ მისი აი ასეთი ქმედებები ძალიან გაახარებს. ძალიან გაახარებს, იმიტომ რომ ანუ წამოვა რაღაცა აქ даже შემიძლია გითხრათ იმას რაც თქვენ აკეთებდეთ, თქვენ მიიღებთ ანაზღაურობას, ანუ წამოვა, ესე იგი მე რაც დავიმსახურე, ეს არის ბალანსი, რაც მე გავეცი და ეს მოდის, ანუ ეს ფულისთან ფულის ენერგია, ხო? და აქაც პაჟიც არის, პენტაკლების და ამიტომ აქ მიდის ენერგია, რომ თქვათ მე რასაც ვაკეთებდი იმაზე, ხა მე სამყარო გადამიხდის სამაგივროს, ეს ასე არის რა, ჩვენ რასაც რამდენ აი ჩვენი შემოსავალი როგორა, რასაც რამდენსაც ჩვენ ვაძლევთ სამყაროს, იმდენს ვიღებთ უკან. აი აქედან გამომდინარე ნახეთ თქვენ, რამდენს აკეთებთ თქვენ სასარგებლო რამეს სამყაროსთვის და მაგდენს უკან გიგზავნის, ანუ ხელფასების, გრანტები, ეს პრემიები, ეს ყველაფერი, ეს არის მადლობა სამყაროსგან. ანუ მე რამდენსაც სამყაროს ვუგზავნი, თქვათ, ვაკეთებ სასარგებლო რამეს, თქვათ, სხვებისთვის, რამდენად მე ვიყენებ იმ ნიჭის, დაუშვათ რა ნიჭიდაც მე მოვედი, ხო? რამდენადაც მე რატო გეუბნებით სულ, რომ აი პირადი დანიშნულება ნახეთ თქვენი, რაც თქვენი გულს უხარე, რასაც უნდა თქვენს სულს რა, იმიტომ რომ იქ არის ზუსტ დამალული ის მომენტი, რისთვის ხარ აქ, რაშიც უნდა დაიხარჯო შენ, ხო? და აი ზუსტად თუ შენ ამას გახსნი, თუ შენ მაგით და როცა მოდით ასე ვთქვათ, როცა შენ ამას გახსნი, როცა შენ დაიწყებ უკვე განხორციელებას იმ დანიშნულებას, რა დანიშნულებითაც ხარ შენ აქ მოსული, აი უკვე წამოვა მე ფინანსური სიტუაციაც შეიცვლება. ანუ ეგრევე წამოვა მე, იმიტომ რომ აი ეს ყველა სიტუაციები რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ყველაფერი გვიბიძგებს ჩვენ, მაგრამ თუ ჩვენ გვესმის კი, აი თუ არა და ნუ ძალიან რთულია. ხა ჩემთან მაგალითად ეხლა მატრიცაზე კი ბატონო, იქ ძალიან ადვილად შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ პასუხები. აი ნუ დაუშვათ ნახეთ, არიან ადამიანები, ვისაც ეს აინტერესებს და მე მაინტერესებს, მე რისთვის ვარ მოსული და სხვათა შორის არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს აქვს ფული თუ არა აქვს. და მით უფრო როცა შენ არა გაქვს ფული დაუშვათ და შენ როცა არა გაქვს თვითრეალიზება ისეთი როგორც შენ გინდა, მით უფრო შენ უნდა გაიგო რა გჭირს და რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ შენ გქონდეს აი კარგი ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ ყველა სამწუხაროდ ეს არ ესმის. აი ჩემთვის სამწუხაროა ძალიან, იმიტომ რომ ადამიანს გონია რომ ეხლა მე რომ დაუშვებ თუნდაც კონსულტაციაზე რომ მივალ და ფული გადავიხადო, ხო? სადამ აქვს ამდენი ფული? არც გექნება არასოდეს. თუ შენში არ გინდა ჩადო ფული, არასოდეს არ გექნება, იმიტომ რომ რა არის ჩვენ ზოგჯერ მივდივართ, ყიდულობთ რაღაცებს, გონია ჩვენ რომ ეს ჩვენ ახლა ამ წუთში უფრო გჭირდება, ვიდრე თქვათ მე სიტყვაზე ჩემზე რამე ინფორმაცია მივიღო, ვიდრე მე სადმე რამე ვისწავლო, წიგნი ვიყიდო, მირჩევნია თქვათ ბოტასე ვიყიდო, ტუკლი ვიყიდო, რაღაცა უმნიშვნელო რაღაცა ნივთები ვიყიდო, ვიდრე მე ჩავდო ფული ჩემს ცოდნაში, ხო? და მე უკვე საერთოდ რა, ყველაზე მაგარი რაღაცა არის, აი ეს იმას ვერავინ ვერ წაგართმევს, даже აი ვერაფერი ვერ წაგართმევს შენს ცოდნას. როცა შენ ვითარდები, როცა შენ სწავლობ, შენ რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხდეს, შენ ყოველთვის იმას გამოიყენებ ნებისმიერ დროს, აი ნულიდან ადგები და ისე ვისი დაიწყებ, თუ შენ გაქვს აი რაღაცა ცოდნა, რა ჩადებული შენში. არ არსებობს ჩვენ ცხოვრებაში ის რომ მე რაღაცას ვსწავლობ და ის არის აი ყველა გადაყრილი ფული, არ არსებობს. ყოველთვის სადღაც გამოგადგება, მაგრამ შენ თუ უფრო ფიქრობ რომ აი დაუშვათ მირჩევნია ეს ფული თქვა დავხარჯო
საჭმელსასმელი ვიყიდო, თუნდაც კი უნდა იყიდო, მაგრამ შეგიძლია ცოტა მოაკლო დაუშვათ, ან ნიფტი რაღაცა არ იყიდო დღეს და სწავლაში ან შენს განათლება, ან განვითარებაში ჩადო, უფრო უკეთესია, ის უფრო მეტ ფულს მოგიტანს. აი ეს არის მერე უკვე სამყარო ასე რომ ხედავს, რომ შენ ცდილობ, შენ რაღაცას აკეთებ, შენ ეძებ, ხო, შენს თავს, ის ყოველთვის დაგეხმარება. აი ხა მე მაგალითად რო უყურებ, იმდენი ადამიანები მოდიან, ხო, ჩემთან ყოველ დღე, მაგრამ ზოგისთვის ძვირია, ხო, ძვირი რა არის? გაიგო შენზე ინფორმაცია და მე კიდე უნდა გავაძვირო, რომ იცოდეთ, იმიტომ რომ არაფასებენ ზოგი იმ ცოდნას, რასაც იღებს, რას გულისხმობ, არ კითხულობენ, აი მატრიცას რო აკეთებ, მერე მოდიან მეორედ, მესამედ და ისე მიკვირს, რომ ხო გაქვს ეს მატრიცა და წაიკითხე, ყველაფერი წერია. რაზე მიდიხარ კიდე, ნო, უბრალოდ აი ზოგი ერთი გოგო იყო, ძალიან შეძლებული და მე ვთქვა, რა გინდა მატრიცა, რა ვიცი, იმდენმა ჩემმა ახლობელმა გააკეთესო თქვენთან მატრიცა, მეც მინდა. აი ეს არის ძალიან სასაცილო პასუხი. ნუ აი ეს მოიტანა ამ თემამდე კარტე რო წამოვიდა, ესე იგი ამაზე არის ეს განათლება, ჩადე განათლებაში, შენ თანხები, ჩადე შანსები არ გამოტოვო. თუ გინდა რომ დასრულდეს შენი რაღაცა რთული პერიოდები და სიხარული მოვიდეს შენ ცხოვრებაში. აი, აქედან გამომდინარე წამოვიდა ამდენი საუბარი ჩემი, რაც მე თქვენ გილაპარაკეთ ახლა. ნახოთ კარიერა. ნუ აქ მე შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცამ, აი ზუსტად ყველა არ მელაპარაკე, ვიღაცამ იპოვა თავისი მასწავლებელი, გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, აი აქ ნამდვილად ახლა ნახეთ, უეჭველი ადამიანმა ნახა ის, რასაც ეძებდა დიდხანს. შეიძლება ეს აქ არის უფრო დასწავლაზე, რომ ხმალები ეს არის ყოველთვის, რასაც ჩვენი გონება, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ხო? აქ უეჭველი ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო ბოლოს და ბოლოს, როდემდე და გადაწყვიტა, რომ მე უნდა მივიღო ის ცოდნა, რა ცოდნაც მე მინდა. და როგორც ამბობენ, ხო, როცა მოსწავლე მზად არის, მასწავლებელი ყოველთვის მოვა მაგასთან. კიდე აქ არის, ნუ სწავლა უეჭველი, თქვენ ნახავთ რაღაცას, ვიღაცა სხვადასხვა შეიძლება ასრულებს სწავლას, ნუ ვინც ახლა თქვათ, და ნამდვილად მიიღო ახალი ცოდნა და ეხლა ფიქრობს, როგორ უნდა გამოვიყენო მე ეს ჩემი ცოდნა. მაგრამ ამავე დროს, აი ნახეთ კიდე რა საინტერესო, ის ცოდნა, რომელიც თქვენ გაქვთ, ის ნამდვილად თქვენ გაგიხსნის ბევრ გზებს. და მოგცემს საშუალებას ბოლოს და ბოლოს გააკეთოთ ის, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გსურთ. ნამდვილად ეგ ასეა რა. აი თითქოს კიდე არის ზოგისთვის ინფორმაცია საჯარო გვაქვს ჩვენ, ხო? ზოგი ფიქრობს იმას, რომ მე რო ეხლა დაუშვა, დავიწყო, ვთქვათ, ნუ ეს ხმალების პაჟი ეს არის ყოველთვის ინფორმაციას ვეძებ, ანუ მე ვეძებ კიდე ინფორმაციას, რომ ანუ ან მასწავლებელს, ან მენტორს იმისთვის, რომ მაგან დამეხმაროს ჩემ პრობლემების გადაჭრაში. ეგაც არის აქ. იმიტომ რომ ან ეძებს ინფორმაციას კიდე სად შემიძლია რამე თქვათ, კიდე სამსახური მჭირდება დაუშვათ, ამასაც ესეც არის თქვათ. იმიტომ რომ შეიძლება გინდათ რომ შეცვალოთ, იმიტომ რომ იქ სადაც მუშაობთ, დაუშვათ, შეიძლება არის ესეთი ხელმძღვანელი, რომელიც თქვენ არ გაძლევთ წინსვლას. ეგაც შეიძლება იყოს აქ და ამიტომ ვიღაცა დაკავდება იმით, რომ უნდა ვეძებო ინფორმაცია იმისთვის, რომ თქვათ, ჩემი პრობლემები რაც მაქვს, დაუშვათ, ესენი გადავლახო, იმიტომ რომ ნუ არის აქ რაღაცა მომენტები ისეთი. კიდე არის აქ, ნუ უფრო რატომღაც ახლა რა მომდის, იცით რომ უფრო მეტად რომ ადამიანი რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს, შეიძლება რაც რა საერთოდ ახალი პროფესიის შესწავლა შეიძლება даже აქ იყოს რა. იმიტომ რომ აი ვეძებ უბრალოდ ინფორმაციას და მჭირდება ნამდვილად კარგი, ნუ
მასწავლებელი მენტორი, ხო, რომელიც მე დამეხმარება. შეიძლება რამე ფინანსების პროგრამა, სხვათა შორის ზოგი შეიძლება ეძებს ადამიანს, ვინც მაგას გაარკვევს ფინანსებში, რომ გამომიყვანოს, ანუ ფინანსებზე ცოდნა მინდა. არ არის გამორიცხული, რამდენიც გინდა, ახლა ეძებენ ესეთ მენტორს, რომელიც ასწავლის ამ ფინანსურ ცოდნას მისცემს რა, ეს ხოთშიც არ არის ცოდნა, ვიღაცისთვის ეს ინფორმაციაც იქნება. კარგით. კიდე არის, ახლა ნახეთ, თუ თქვენ ასწავლით რამეს, აქ შეიძლება წამოვლენ მოსწავლეები თქვენთან, ვისაც სჭირდება თქვენი ცოდნა, იცოდეთ, და თითქოს ის იქნება, რა ქვია, იცოდეთ? ხო, ну აქ უფრო ეს არის რა. გეუბნებით თქვენ აქ ახლა ვიღაცას თუ მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ მასწავლებელს ნახავს ვიღაცა. კი, აქ ნახავთ სულ როგორი კარტი მოდის. კი, ნახავთ. ანუ აქ უფრო ეს არის რა. თქვენს მოსწავლებელს ნახავთ ისეთ ადამიანს, ვინც თქვენ აი რაღაცა პრობლემაზე, აქ უფრო даже ფინანსებზე შეიძლება თქვათ, მინდა გავაუმჯობესო ჩემი ფინანსური მდგომარეობა, ამიტომ ვეძებ სამსახურს ისეც თქვათ, ან ცოდნას, აქ უფრო ცოდნა არის, აქ უფრო ინფორმაცია, ცოდნა იმისთვის, რომელიც გამომიყვანს მე რაღაცა ფინანსური მდგომარეობიდან დამეხმარება მე უფრო ფინანსებში რა. მაგრამ უფრო ან სამსახურს ეძებთ, უფრო დაუშვათ ისეთ, სადაც იქნება უფრო მეტი შემოსავალი, ან ახალ პროფესიაზე ფიქრობთ, რომელიც თქვენ კიდე მერე მოგცემთ ამ თქვათ მეტ ანაზღაურობას, ხო შეიძლება даже გქონდეთ თქვენ რაღაც სამსახური, მაგრამ რო გითხრათ, რომ თქვენ აქ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ხართ, არა. კიდე ერთი მომენტი არის, შეიძლება ვისაც დაუშვათ ეშინია, რომ თქვათ მე გამანთავისუფლებენ სამსახურიდან, ხო, და თქვენ ამაზე დიდი ხანია ნერვიულობთ, აქ პირიქით, აქ კონტრაქტი გაგრძელდება. ან იქნება, ნახეთ, ვინც ეძებს სამსახურს, აქ უეჭველი თქვენ მიიღებთ კაი სამსახური, კაი შეთავაზებას მიიღებთ. შეიძლება თქვენ ახლა უკვე даже აი ფიქრობთ, რომ რა ვიცი, ვიღა იმედით შეიძლება აქ შეგპირდათ რაღაცას და ადამიანმა და უკვე კაი ხანი დაუშვათ, არაფერი არ ხდება. მაგრამ კარგი შეთავაზება იქნება და ვინც მასწავლებელს ეძებთ, იცოდეთ, რომ ძალიან კაი ჭკვიან მასწავლებელს იპოვით თქვენ ნამდვილად და აქ ხო ხედავთ, ხელშეკრულება არის დადებული. ყველა ვარიანტში კმაყოფილი იქნებით. კურსებს თუ ეძებთ, რა ვიცი, რაც არ უნდა იყოს, აი ეგეთი რაც ეხება რომ ხმალები, ეს არის რომ მე ვფიქრობ უფრო რა. Так, ფინანსები. ოხ. აქ შემიძლია გითხრათ, ნახეთ 4-იანი პენტაკლების არის ეთყობა, ახლა აქ რაღაცა სიტუაციები გქონდა ცოტა შეჩერებული. არის ზოგჯერ მომენტები, როცა თქვა, აი, აქაც ხო ვთქვით, ჩვენ მოლოდინშია. ადამიანმა რაღაცა გააკეთა და მოლოდინში არის, ხო ხვდებით რა? ველოდები. აქაც შეიძლება თქვა ინტერნეტში დაუშვათ თქვენ ეძებდით რა. და ნამდვილად, გინდათ ინფორმაციას და გინდათ, რა გამახარებს, ხო, დაუშვება გამოცდილება დიდი გაქვს და რაღაცა ეძებდით აქ სამსახურს თუ შევეხოთ, აი ეს არის და ნამდვილად აგერ არის. ფინანსები, თუ გქონდა თქვენ სიტუაცია, სადაც არაფერი, აი, რა არის ეს რაინდი, ეხა მაინც მაგას ცხენი ყავს, ხო, ის მაინც იმის მიუხედავად, რომ პენტაკლები ძალიან საერთოდ ესეთი ნელი ენერგია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც რაღაცა ეთყობა, შემოდიოდა, მაგრამ აქ ნახეთ რას გვაჩვენებენ წინსვლა ძალიან, აი თითქოს ნაკადში შედიხართ, ანუ ის რაც იყო აქაც ხო გვაჩვენეს, ნახეთ როგორ მოდის ხო და გიხარია ძალიან, იმიტომ რომ რაღაცას აკეთებდეთ თქვენ და ამიტომ აქ თითქოს აი უცბად წამოვა ისეთი ნაკადი და ანუ გამოდიხართ ამ სტაგნაციიდან, გამოდიხართ რა, უფრო ყველაფერი რისთვისაც გჭირდებათ, ხო, ფინანსები მოდის, როგორ იცით, აი აქ даже რაღაცა ახალი ეტაპი არის, მე ასე ვეთყოდე, რომ როცა უკვე
სტაბილურად წამოვა იმდენი თანხა, რომელიც თქვენ გჭირდებათ. აი რისთვისაც თქვენ გჭირდა, ეს არის სტაბილურობა, სტაბილურად წამოვა. აიგეთ, თუ გქონდათ სტაგნაცია და აი თქვათ, შეიძლება მოდიოდა ნელ-ნელა რაღაცა თანხები, აქ უფრო წამოვა რა. უფრო წამოვა და ძალიან კმაყოფილი უნდა იყო თქვენ იმ თანხით. ანუ აქ ველოდებოდეთ დაუშვათ, ხო? აქ ვეუბნებიან, რომ უკვე всё, მოდის. კარგით, ურთიერთობაც ვნახოთ. აქ არის ვისთვის იქნება ახლა ეს სიტუაცია. ცოტა ვიღაცასთან შეიძლება იყოს даже დაბრუნება. აქ რა არის, იცი, რატომღაც ესეთი ენერგია მოდის, რომ ეშინი არ დაბრუნდეს ჩემი წარსული. მაგრამ ეს ტყუილი შიში არის ურთიერთობაში. იმიტომ რომ აი რაღაც იცით როგორი მომენტი არის, აი თითქოს даже რას გეტყოდეთ, იცით, აი ამ წუთში, აი ამ გაშლით რო უყურებ, ხო? აი თითქოს ასეთი ის მოდის, რომ თითქოს თქვენ ახლა პირიქით, იცით, რაღაცა დროს აჩერებთ, რომ აი ახლა უფრო მეტი დრო მინდა მე ჩემს თავს დავუთმო, ვიდრე ვიფიქრო წარსულზე, აი даже ნახეთ, ვიდრე ვიფიქრო წარსულზე. იმიტომ რომ ეს ტყუილი რაღაც, აი ტყუილად რაზე დავხარჯო ენერგია წარსულზე ფიქრებს, აი რაღაცა თუ რაღაც ესე, აი ურთიერთობაში რაღაც ეგეთი ენერგია მოდის რა. ჩემს თავს უფრო მინდა მიუძღვნა ახლა დრო, ვიდრე ვიფიქრო რაღაცა, თქვათ, შეიძლება ნახეთ როგორ არის, აი დაუშვათ, თქვენ ახლა გქონდათ შიშები, ფიქრები, შპოთვები, თუნდაც ურთიერთობას რაც ეხებოდა, აი თითქოს ესეთი შეგრძნება, რომ ეხლა უფრო, აი მე მაგალითად მანარაშე ძალიან მომწონს ეს მთვარი და ჩემთვის ეს უფრო როგორი მომენტი, მე ჩემს თავს ვხედავ. აი ეგეთ, აი უყურებ იმა და კი, აქ даже უბრალოდ ენერგია, აი ქალის ენერგია, აქ თითქოს უფრო და უფრო ვითარდება, გაიგეთ, აი მიდის даже ასე ვეტყოდი, რომ თითქოს ბლოკავ ამ შენ შიშს. უფრო რაღაც, აი რო გითხრათ, ხო? თუ დაუშვათ, ნახეთ ახლა, თუ დაუშვათ, თქვენ გქონდათ ესეთი ურთიერთობა, სადაც ანუ თქვენ აქტიურობდით, თქვენ ახლა სულ უთვალთვალებდით და თქვენ სულ რაღაცნაირად გინდოდათ, რომ ეს ურთიერთობა რაღაც გააღვიძო და რაღაც აი ეგეთი მომენტები, აი თითქოს ანებებ თავს ამ სისულელეებს რა, აი ეჭვიანობა დაუშვათ თუ იყო, ან აი უფრო თქვენს თავზე იქნებით დაკავებული. აი ეგეთი რაღაც მომენტი არის. კიდე არ გამოვრიცხავ, რომ აქ მაინც მთვარეა და ვიღაცა შეიძლება ამ ესეთ ენერგიებში შევა, რომ აი ეს სიტუაცია წარსული, რომელიც გქონდა თქვენ ურთიერთობაში, даже რატომღაც წარსულიდან მოდის რაღაცა, ხო? ვერ გააღვიძეთ თქვენ ეს ურთიერთობა, მაგრამ ამ ურთიერთობამ მიგიყვანათ თქვენ ეზოტერიკაში. 90% ვინც არიან ეზოტერიკოსი, უფრო მიდიან ურთიერთობის გამო რა, იმიტომ რომ იწყებენ ჯერ რაღაცას ყურება, რაღაცას მოსმენა და მე უკვე უჩნდება სურვილი, რომ მოდი მე თვითონაც თქვათ შევისწავლო და მეც გავიგო, თქვათ, რას ხედავს ახლა სიტყვაზე ეს ქალი ამ ნახატებიდან და ამდენი ინფორმაცია საიდან გვაძლევს, ხო? ეხლა სხვათა შორის ძალიან მაგარი ნაკადი მყავს, ძალიან მომწონს ეს, ვინც შემოვიდა ჩემთან ახლა კურსზე. ბოდიში ნაპადი ცოტა გაცილებული ვარ. მაგრამ ძალიან გმაყოფილი ვარ. პრინციპში და კიდე რას გვეტყვი თქვენ ურთიერთობაზე, კი, აქ არის უფრო ადამიანმა აირჩია თავის თავი. ამ კვირაში ყოველ შემთხვევაში თქვენ უფრო იქნებით დაკავებული თქვენი თავით, თქვენ რაღაცა ცოდნა, აი ხო ხედავთ, აქ რაღაცა ისეთი ენერგიები გაქვთ, რომ უფრო თქვენს თავზე
ხართ მიმართული, აი აქ ნახეთ ცხრიანები არის, ხო? ანუ ჩემს თავზე მინდა ვიფიქრო და მთვარეც იგივეს გვაჩვენებს, რომ არ მინდა ვხარჯდრო იმაზე, რაც აი დავუშვოთ ახლა თუნდაც ურთიერთობაში, კი შეიძლება ხართ ურთიერთობაში, მაგრამ აქ რას ხედავ, იცით რომ თქვენ აქ ვითარდებით, აქ ადამიანი არ არის ისეთი, რომელიც ზის და მარტო ტირის ურთიერთობაზე და ანუ მისთვის ეს ურთიერთობაც უკვე სხვა არის, სხვანაირ დონეზე, სხვანაირად ვუყურებ მე ურთიერთობასაც, გაიგეთ და ამიტომ უფრო განვითარება მინდა, ეს განვითარება აძლევს მერე უკვე ეს ხო გითხარით მადლობა სამყაროსგან, იმიტომ რომ შეიძლება აქ ადამიანმა იმენა გავიდა თავის ბოლოს და ბოლოს რა ვიპოვე მე ჩემი საქმე დავუშვათ და ანუ რასაც ვეძებდი ხო გავდევარ და აი ეს მნიშვნელოვანია ძალიან. გაიგეთ, როცა ადამიანი არის ახლა დაკავებული თავის განვითარების და აქ არ არის ეს პოზიცია თუ თქვენ ზიხართ, ტირი ხართ, არაფერს არ აკეთებ, მარტო თავს ურახუნებთ კედელს, რატო არ დამერეკა და რატო არ მომწერა, ეს თქვენი გაშლა არ არის. აქ უფრო სხვა ну, საერთოდ მე ხა ვფიქრობ, რომ ეგეთი ადამიანები არც იქნებიან აქ ჩემთან. იმიტომ რომ სულ ისეთი გაშლები გვაქვს და ეს რა თქმა უნდა თქვენი ენერგია, თქვენი კითხვები არის აქ რეალებს, რომ აქ პირიქით მე დავასრულე უკვე, ანუ უაზრო ფიქრებს რა. მე უფრო ანუ რაც არ შეიძლება რომ თქვა რეანიმირება გავუკეთო, რასაც არ შეიძლება, რაზე უნდა გავაკეთო, ხო? მე უფრო დავკავდები იმით, რაც მე მომწონს, რაც ჩემს განვითარებას მისცემს ადგილს, უფრო ხმალების დედოფალი ჰაერის, ეგაც ჭკვიანი ქალი არის. კი, ძალიან მიმზიდველია, ძალიან საინტერესო ტიპია და ძალიან მაგარი ქალია, მაგრამ აქ ადამიანი აქცენტს აკეთებს თავის თავზე. ეხლა ამ კვირაში ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ არ გვაჩვენებენ რომ თქვენ რაღაცა აქ გქონდეთ ის. ну იმ შემთხვევაში თუ დავუშვოთ თქვენ ზიხართ და ნერვიულობთ დაბრუნდება არ დაბრუნდება მომწერს არ მომწერს ვახსოვარ თუ არ ვახსოვარ კი ახსოვხარ კიდევაც და კიდევაც ადამიანი გამოჩნდება შეიძლება მაგრამ რო გითხრათ რომ აქ გამოჩნდება იმით რომ სიყვარულო როგორ ახარ აი ცოტა რაღაც ესეთი უმნიშვნელო და შეიძლება კვენაც იყოს რა ესე რო ვთქვათ და მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ თქვენ თუ ნერვიულობთ და ფიქრობთ რომ თქვათ ახლა სად არის რატო არ მწერს ამდენი ხანი ეს შეიძლება მანძილიც გქონდეთ მაგრამ აქ უფრო თითქოს ყოფილზე უფრო მეტი ფიქრები რა ვიცი ან ადამიანთან ну დაუშვათ ახლა თუ კიდე ეს მომენტი თუ დაუშვათ თქვენ ფიქრობთ იმაზე რომ ანუ კაი ხანი არ გამოჩენილა კაი ხანი არ მოუწერია ჩემთვის ხო იხსენებთ რაღაცა სხვა მომენტებს იცოდეთ რა აქ არის ესეთი ტყვილი შიში იმიტომ რომ მაგრამ რა არის იცით რა შეა საქმე აი აქ თქვენ თუ დაიწყებთ ახლა თვითონ მიწერას თვითონ აქტიურობას თვითონ რაღაცას კი გამოჩნდება მაგრამ არ გამოჩნდება კარგად გაიგეთ რა ხდება ამიტომ გეუბნებიან რომ შენ თავს მიხედე შენი თავი შეიყვარე და ნუ გააკეთებ იმას რაც არ უნდა გააკეთო და მაგრამ ამ დროს ინტუიციაც კარნახობს რომ არ ღირს არაფრის გაკეთება არ ღირს დაუშვათ აქ კიდე ერთი მომენტი არის თუ დაუშვათ თქვენ ცდილობთ რომ თქვენი პარტნიორის გადაკეთება რაღაცას ეუბნებით აი მოდი ეს გავაოდე ასე მოდი ისე გოგოებს გვაქვს ეს ყველაზე უსაყვარლესი თემაა რომ პარტნიორი გადავაკეთოთ ხო შევცვალოთ რა თქმა უნდა ეხლა ეს არის ჩვენი ისა რა ქვია ყველაზე საყვარელი თემა აი აქ ვეუბნებიან რომ სუტყვილა მიხედე შენს თავს რა მაგას თავი დაანებე მაინც არ შეიცვლება აქ არაფერი არ იქნება სუტყვილა და მიხვდები შენ თვითონ ან უკვე მიხვდი ან მიხვდები რომ ეს არის სისულელე მიხედეთ თქვენს თავს ну მოდით რჩევაც ავიღოთ რაღაც ისე მინდოდა ამ დასტის გამოყენება დღეს რა ვიცი სიტყვებს რჩევა თქვენ ამ კვირაში
ნუ გეუბნება რჩევათ აქ თუ ჩანს ეს რჩევა ეხლა მაცალეთ ცოტა დღეს რაღაცეთ ისეთი ფორმატი მაქვს ულამაზესი რჩევა აკეთე შენი საქმე ვინც გოგოებო ნახეთ ეხლა რვიანი თასების ეს კიდე ერთ-ერთი არის რა ამ თასების საერთოდ ეს არის ჩვენი ემოციები ანუ ჩვენი ანუ უკვე მერვე ენერგიაში როცა შენ ხარ თასების მერვე ენერგიაში ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ბევრი რამ გამოვლილი ბევრი რამეზე უკვე შენ ინერვიული მაგრამ შენ ბევრი რაღაცაც უკვე ისწავლე და აი აქ ყოველთვის უკვე არის გზა გადადეს მერვე ენერგია მეცხრე ენერგიაში ანუ შენს თავთან შენი ბედნიერებისკენ აქ იმიტომ გვეუბნებიან რომ ანუ წადე აკეთე ის საქმე აი აქ ეროფანტი რომელიც შენ მოგწონს და ის მოგიტანს შენ აი ამ ანაზღაურებასაც და ამ ბედნიერებას სამყაროსგან აქ ეს არის კიდე და ნახეთ კიდე ერთ-ერთი მნიშვნელობა რვიანის არის თასების ანუ ეზოტერიკაში გზა ანუ იქ სადაც მე სული ანუ ეს ხო ეზოტერიკა რა არის და საერთოდ აი სულის გზა ტაროც რას გვაჩვენებს ჩვენ სულის გზას შენი სულის ბედნიერებას შენ ანუ შენსკენ წადი ასე რომ ვთქვათ ხო ხდებით რა აი როგორც აი აქაც რო არის რა და ის რაც გზაც შენ აირჩი აი ვინც ახლა ეზოტერიკა აირჩიეს ხო აი ნუ თუნდაც ახლა ჩემი მოსწავლეები ახლა ვინც არიან ვინც აირჩიეს ეს გზა თქვენ ეს ცოდნა მოგიტანს თქვენ დიდ ბედნიერებას და თქვენ თუ კიდე მერყეობთ აქ სიტყვაზე გავაგრძელო სწავლა არ გავაგრძელო დავიწყო არ დავიწყო რას მომიტანს და ასე შემდეგ ეს თქვენი შეჩერება იქნება უდიდესი შეცდომა იმიტომ რომ აქ ამბობენ რას რომ ნუ ჩემი მოსწავლეებზე არ არის ამ შემთხვევაში ლაპარაკი ჩემი ყველა აგრძელებს და ყველა სწავლობს და ყველა ბოლომდე მიდის ეს უკვე აქსიომა ეგეთები მე არ ამყავს და მაგრამ აქ არის უშუალოდ გეუბნებით თუ თქვენ რამე აერჩიეთ ეს ჭკვიანური არჩევანია ნუ რადგან ეროფანტი ხარ რა თქმა უნდა სწავლასაც მე რა თქმა უნდა შევეხები რომ აქ თქვენ გიქნებათ ეს ანაზღაურებას მიიღებთ თქვენ უბრალოდ წადი აკეთე თუ ოდნავ გაგბიძგი და გეუბნება ეს ბიძგი რომ შენ მიდი რა თუ გინდა შენ და რაღაცაზე მერყეობ ხო მიდი გააკეთე ჩვენ დაგეხმარებით აუცილებლად ფინანსებსაც მოგცემთ ყველაფერს მოგცემთ უბრალოდ იმიტომ რომ შენ სწორი არჩევანი გააკეთე იმიტომ რომ შენ დარდი ყველაფერი შენი თავი აერჩი ანუ მიდიხარ ხო წინსვლა არის რა ქვია მეცხრე ენერგიაში გადავდევარ გადახვალ დაგეხმარებით და ბედნიერი იქნები ნახეთ რამხელა ჯილდო თქვენი ცოდნა თქვენ მოგიტანთ ძალიან დიდ ჯილდოს და თქვენს უყოლა პრობლემებს დატოვებს და გატოვებინებს უკან აი აქ მეტად არის სათქმელიც არაფერი არ მაქვს აი ისევ და ისევ ნახეთ აირჩიე წინსვლა კი იმიტომ რომ მიდიხარ შენ სტაბილურობისკენ ნუ მიიღეთ რა ვიცი მე ძალიან მომეწონა გაშლა მე გისურვებ თქვენს უყოლას რა თქმა უნდა წინსვლას ბედნიერებას და თქვენმა ცოდნა მომართლა მოგიტანოს თქვენ აი გახსენით თუნდაც აი ვისაც დაუშვათ თქვენ ახლა არიცი თქვენი პირადი დანიშნულება გახსენით ნუ დაგენანებათ ფული უბრალოდ შენ გადაწყვეტილება მიიღე და ჩვენ დაგეხმარებით всё გაიგეთ ჩვენ ცხოვრობთ ახლა ესეთ სამყაროში სადაც შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე გავიგოთ ყველაფერი მithumetes ჩვენს თავზე გაიგეთ ბოლოს და ბოლოს გაიგეთ ეს ცოდნა აიღეთ ეს ცოდნა თუ გეძლება ჩვენ დაგეხმარებით მაღალი ძალები გეუბნებიან გამოდი იმ სტაგნაციიდან და უკვე დაიწყე წინსვლა გამოდი ნუ დგავ შენთან დაბრყოლებას ეს რასაც უფრო მეტად გაიგებ შენზე ნახეთ სად მიდიხარ ცხრიანში პენტაკლების ცხრიანში სადაც იქნება თქვენი ანუ კარგი ლამაზი ცხოვრება სრულყოფილი ჩემო ლამაზება